მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, სერიოზულად ვიკავებდი თავს ამ ქალბატონის ბიბლიანის საქმესთან დაკავშირებით გამეკეთებია კომენტარი, იმიტომ ძალიან ბინძური საქმე არის. და საზოგადოებას უყვარს რა ესეთი სიბინძურეების მოსმენა სამწუხაროდ და მე არ მინდოდა რომ ამის შესახებ აზრი გამომხატა. ცალკე ტრაგედია არის სიბინძურისთან ერთად რა. თავიდან ბოლომდე მჯერა ის ქალი რასაც ამბობს და სახელმწიფოს არ არსებული სახელმწიფოს არც მაშინდელის და არც ახლანდელის როლი უფრო მტკივა ამ საქმეში, მაგრამ დღევანდელი ვიდეოს ჩაწერის მოტივი ის არის რომ ეხლა გახდა ცნობილი რომ ერთ-ერთი მონაწილე ფიგურა ამ ქალის უბედურებაში, რომლის უბედურებასაც იყენებს ძალიან ბევრი ვიღაცა, პირდაპირ კითხვა, ძალიან ბევრი მხარე. გეტყვით ამას მოგვიანებით რატო ხდება მე ამისი დარეკლამება ამ უბედურების და ვის ინტერესი დებს ამ ყველაფერში, თუმცა სახელმწიფოს ინტერესი და ასეც მიჯეროდა, ასე იქნებოდა, რომ ყველა ბინძურ ტიპთან აქ დღევანდელ ხელისუფლებას ხელი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მონაწილე პირს ამ ქალის უბედურებაში დაიცავს სუსის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი. ეს არის ფიქრობთ რომ მართლა ადვოკატია რა, მას არანაირი იურიდიული განათლება არ აქვს, ჯერ ის იყო ნაგლად ჩასმული და გათლილი უშიშროების მიერ, შექმნილი ისეთი ტიპის მიერ, რომელიც დღეს უკრაინაშია გაქცეული, ეს ქალი, არ ვიცი საყვარელი იყო, მისი არ ვიცი რა ურთიერთობა ჰქონდა, როგორ ჰქონდა, რანაირად ჰქონდა, სინამდვილეში ყველაფერი იცის, მაგრამ ეს ადამიანი თაღლითი მარიამ კუბლაშვილი ყოველთვის ჩნდება იქ, სადაც ხელისუფლებას უდევს თავისი ბინძური ინტერესი. ეს იყო იმ ადამიანების ადვოკატად, ბრჭყალებში ადვოკატად, რომლებიც თავს დამესხდნენ იმ სუსის ბანდის ადვოკატად, უცებ ხელისუფლებამ ჩანერგა. როცა ვერ მოაგვარეს საქმე, როცა საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი იყო, ჩანერგა გამправებლად რა. ეს ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ადვოკატი იყო მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, რომელმაც თავიდან ბოლომდე გააყალბა, შეცვალა ბრალის ხასიათი, შეცვალა სტრასბურგში სასარჩელო გადაწყვეტილება ჩუმა და მე სხვათა შორის ძალიან მაგრად მიკვირს მაჩალიკაშვილი ამაზე ხვას რატო არ იღებს, ეს პირდაპირ მაგის კისერზე დებს მაჩალიკაშვილის მალხაზის, რომ საზოგადოებას არ ეუბნება სიმართლეს ბოლომდე მარიამ კუბლაშვილის საქმეზე, იმიტომ ყველამ ვიცით რომ კუბლაშვილს ამოარტყა ტრაქში პანჩური და გაუშვა, მაგრამ ეს არ ხმარა ბატონო მალხაზ. საზოგადოებას აინტერესებს დეტალური ინფორმაცია. ძიმე საქმის მატარებელი კაცი ხართ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ყველამ რა თქვენი ნათესავია ეს კუბლაშვილი, ნათესაობით შემოგიგდეს მაგ თუ როგორ შემოგიგდეს, ჯობია რა ვიცოდეთ. ესა ვიცით, არ მინდა ეთნიკურად ვინმე შევეხო მით უმეტეს კონკრეტულ თემაზე, მაგრამ ეს ქართველი არ არის კუბლაშვილი რა. ქართველი არ არის. ეს არის გვარგადაკეთებული ნაძირალა. და ბატონ მალხაზ მართებს იმის თქვა, რომ გითხრას რა გააფუჭა ამან სიმსაცოდავი ბიჭის თემირლანის საქმეში, რომ ვიცოდეთ ყველამ რა არის და როგორ ჩდება ესეთი პრეცედენტები, რომ ასეთ საქმეში ესეთი ტიპები მოყავთ და განსაკუთრებით კუბლაშვილი მოყავთ. კუბლაშვილი სხვათა შორის რა იმ დონის აგენტია, რომელსაც მთელი სახელისუფლებო რგოლი ცდილობს გააპრაოს. გააპრაოს თავისი პირადიდან, გააპრაოს თავისი ირგვლივ შექმნილი გარემო და ყველანაირად ცდილობს. ჯერ თაღლითია ჩვეულებრივ დასაჭერი იყო ეგრეთ წოდებული ბიზნესის საქმეზე, რაღაც კოსმეტოლოგიური ბიზნესი რო ქონდა მაგ თემაზე, მაგრამ ყველამ თვალები დახუჭა, იმიტომ ეს იყო სინამდვილეში უშიშროების ბიზნესი, ეს მისი ბიზნესი არ ყოფილა. ძალიან ბევრი დეტალია და ეხლა ბიბლიანის საქმეში, ამ საცოდავი ქალის საქმეში, რომელიც ცალკე გაუპატიურების მსხვერპლია, ცალკე ათასი უბედურების, დამცირების, დატერორების და კიდე რა ვიცი ის ხო? შემოუშვეს ეს ნაძირალა დედაკაცი, ეს დედაკაცი შემოუშვეს. ამის ქმარი ვინ არის, იცი? ამის ახლანდელი ქმარი, ახალი ქმარი არის რუსთაველის თეატრში თინათინი რო გააუპატიურა რუსთაველის ვეფხვის ტყაოსნიდან გმირი. ჩვენი სულიერი ტაძარი რო წაბილწა, ისაა რა, ასე ხელზე რო ყავდა წამოწმული, ინდურ პოზაში რო იხმარა ვიღაცა ქალი და ეს რო ავთანდილი იყო და ის თინათინი იყო. ამის ქმარია ის რობერტას ნურუას უშიშროების ბანდის ერთ-ერთი შემოქმედი.
იმიტომ რომ ეხლა უშიშროების აგენტებს სცენარისტად ყავს რობერტა სტურვო. ესენი არიან შედგენილი ოჯახები, ესენი ვიღაცეები არ არიან და ამათ უბედურებას, ჩადენილ უბედურებას მთელი ქართული საზოგადოება იხდის კისერზე. ამ თემაზე რა თქმა უნდა არ გავჩერდები, მე მექნება ბლოგები ადვოკატებთან, დემილ ადვოკატებთან, პროფესიონალებთან, ადამიანებთან, რომლებიც იციან ეს კუბლაშვილი დეტალებში ვინა და დეტალურად მოგიყვებით რა ხდება. ახლა თქვენ ამ ყველაფრიდან შეგიძლიათ გააკეთოთ ზუსტი და სრული ანალიზი. აი ეს კუბლაშვილი რა ბინძურ საქმეს გააკეთებს ამ ისედაც ბინძურ საქმეში. ჩადენილს, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და მთელი საქართველოს გონივრული საზოგადოება. ამ კუბლაშვილის მორალი არა აქვს რა, ტიპი რომელიც შეძლებს მაჩალიკაშვილის საქმეზე ბავშვს რომელსაც ლოგინში ეძინა და ტყვეაშულში დაახარეს, ბინძური საქმე გააკეთოს ხელისუფლების და გომელაურის სასარგებლოდ. ახლა გაუპატიურებული ქალის თემაზე უფრო ეფექტური იქნება, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ თემილან მაჩალიკაშვილი მოკლეს და ეს ქალი ცოცხალია უცხოეთში და ლაპარაკობს. და ლაპარაკობს ძალიან სერიოზულად და ლაპარაკობს ფაქტებით და დეტალებით რა. რომელსაც მე პირადად მიმაჩნია ხელისუფლება არაფრის გამკეთებელი არ არის. ხელისუფლება ყველანაირად შეეცდება თავისი ბინძური ტიპები ამოთხაროს ამ საქმიდან. და ეს კუბლაშვილი მაგის ნათელი მაგალითია და მე ცდილობს რომ ხელები დაიბანოს ჩვენ ეს საქმე დავხურეთ, გავაკეთეთ, მაგრამ ამ საქმეში თუ რამეს ქოცები გააკეთებენ, 1%-საც არ გააკეთებენ სერიოზულად. მათი ინტერესი მიმართული არა დანაშაულის გამოძიებაზე, არამედ ამ დანაშაულის დამალვაზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნაზე ამ საქმიდან. და ძალიან ბევრი ტიპები არიან, რომელიც აი ამ საქმეს სვანების წინააღმდეგ იყენებენ, გლობალურად იყენებენ სვანების წინააღმდეგ, რომ რაც შეიძლება ამაში დევს მდინარაძის ინტერესი, ნაბიჯვარი მდინარაძის ინტერესი, რომ სვანებს მოეწყოს ჩირკი, რომ მე იქ იოლად შეძლონ ჰესების და ესეთი რაღაცეების აშენება, იმიტომ რომ ამხელა მორალური საზოგადოების, ისტორიული ტვირთის მატარებელი სვანები ის ნიველირება მოხდეს, რომ მარტივად მოერიონ მერე რა, სახელმწიფო სჭირდება და რასაც უნდა იმას გავაკეთებთ. ჯერ ხო გააკეთეს თვითონ ბიტკოინები რო ამოიღოს, ბიძინა ივანიშვილი, თვითონ ბიტკოინების მამა, იჭერს ვიღაცას იქ ბიტკოინებს. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული ომი სვანეთის და სვანების წინააღმდეგ. და კონკრეტული ადამიანის თემით სახელმწიფო დაინტერესებული არა, ესა გლობალური რაზმახი თვითონ რეგიონის წინააღმდეგ. რომ რაც შეიძლება სერიოზულად გაძარცვონ და სვანები უნდა გაჩუმდნენ. იმიტომ სვანები უნდა გახდნენ როგორც მოძალადე, როგორც დანაშაულის შემნახავი, როგორც მკვლელი, ესეთი თემი. აი ამის სურვილი აქვს დღეს სისტემას, ქართულ ოცნებას და აი ამ ქალის უბედურება უნდა გამოიყენოს ამ საქმეში და მარიამ კუბლაშვილი მოემსახურება აი ამ ლეგენდის ასიმილიზაციას დღეს. მადლობთ ყურადღებისთვის. აი დააკვირდით ესეთ თუ არ წავამორევები.